14 მარტს კარადას ვალაგებდი და ვიპოვე რამდენიმე ცალი მე მგონი ჩემი სტუდენტობის დროინდელი თესლი გურიიდან წამოღებული ფორჩხის კიტრის. და იქვე ქოთანიმაქ ოთახში, საძინებელ ოთახში მონსტერა მიდგას და იმ მონსტერის ძირში ჩავყარე ეს თესლები, ისე დამენანა გადასაყრელად და ჩავყარე. მე ამოვიღე ჩხირით და გადმოვდგე ვედროში. ცოტა რომ გამოთვა და როგორ ასხია. რომ მომენტომები ასეთი არ გამოვიდოდა. შეხედე როგორ ასხია, ყველა მუხლში ასხია. მე მგონია რომ ასე ეწერა ყოველ შემთხვევაში პაკეტზე. ამით ეს ნიშნავს იმას, რომ არ გაზდის ტესტს ვადა. ერთადერთი ოთახში მქონდა მთელი გაზაფხული ფანჯრის რაფაზე და რომ მივხვდი რომ ვერ დამტრიანდება ფუნჯი მაქვს ასეთი, ჩვეულებრივი სახატავი ფუნჯი. და ყვავილებზე მოუცაცუნებ ხოლმე, ტვერს გადავიტან ყვავილიდან ყვავილზე. რომ ვიცი რომ ვერ დამტრიანდება, წერი ვერ დაამტრიანებს, ამიტომ ფუნჯით ხელოვნურად ვამტრიანებ ხოლმე. ერთი პერიოდი შეყვიქდა, აზარტში შევედი, შემეცოდა გასახმობად და ვუჩიჩქნი. კარგად, კარგ მიწაში ჩავდგე, რა თქმა უნდა, 5 ძირი ახლა ამ ქოთანში. კარგად ავუჩიჩქნი და ჩემს ერთგულ ორგანიკას ვხმარობ. ჟიჟას ამას ვერ დავასხამ, აყროლებს ყველაფერს ოთახში და ამიტომ ასეთი ორგანიკა მე სულ მაქვს ყველაფრისთვის ვიყენებ. ფაქტიურად ორგანიკა არის ჟიჟა ოღონდ კონცენტრირებული, გაფილტრული და ქარხნულად დამზადებული. სულ ცოტას გავურევ, არც დოზას უყურებ, არც არაფერს, იმიტომ რომ არავნებს, ორგანულია. სულ ცოტას აწერია სათავშორის მოხმარების წესი, მაგრამ მე ასე ცოტას ზეპირად გავურევ ლიტრ წყალში და იმით მოურწყავ. ორგანულია, არაფერს არავნებს, ამის პატრონი, ამას სვამს კიდეც. მინახავს რეკლამას რომ აკეთებს და აი ასე აგიჟებს. მაინტერესებს რა სიზამს, ცოტა სტეპსაც ვატარებ. მე მგონი რომ ყველას შეუძლია აქამდე რომ ეკითხა ადამიანს ქოთანში არ ივარგებს კიტრი, მაგრამ აგერ ფაქტი. აგერ ბადრიჯნებიც მაქვს რამდენიმე ცალი და უკვე ყვავილშია მომარაგებული. 5 ცალი ეს უკვე გვიან დავთესე. ჩემი დათესილი არცა მგონი ეგ ჩითილი ჩავდგე მაგაში, აი. ეხა უკვე ყვავის. ისე სახალისი, ზოგჯერ მეც ხომ მინდა კართობა. ამასაც ასე. აუხვიერებ და ორგანიკას დავასხავ. ჩადოსნური საშუალებაა სხვათაშორის. არ მინდა რეკლამაში ჩამეთვალოს, მაგრამ ჩემს დღეში არ გამიკეთებია სხვისი რეკლამა, მაგრამ ორგანული საშუალებაა, ბუნებრივია, შეგიძლიათ ფოთლებზეც მიასხუროთ. ფოთლის კვებასაც უზრუნველყოფს, ცოტა ბაქტერიოციდული მოქმედებაც აქვს, წვავს თუ რამე მავნებელი ყავს. აი ესე თვალის წინ ასე ცოტა სათამაშოდ, ცოტა აი სხვა ინდუსტრიულ წარმოებაში რამდენად მე არ გამომიყენებია დიდ მასშტაბებში, მაგრამ აი ასე ოთახში, ოთახის მცენარეს, ასე ქოთანში ჩარგულ მცენარეს, საივნე კონტეინერებს გადასარევი შედეგი აქვს, ბოსტნეულს, ხილს, ძალიან კაი საშუალება და მე სულ მაქვს, სულ. ისი არა ვარ რომ ეს არ მქონდეს, რა ვიცი, რეკომენდაციასაც უწევ ამაყათ, იმიტომ რომ არ მენანება ამ ჩადოსნურ სითხეს გაუწიო რეკომენდაცია. ძალიან მეხმარება მე და თქვენც გირჩევთ რომ გამოიყენოთ, ჩვენც ვყიდით. აქ ჩვენთან დახზე იყიდება, რა ღირსოფო ჩვენთან ორგანიკაა. 5 ლარი ღირს პატარა ბოთლი, 10 ლარი ღირს დიდი ბოთლი. მოხმარების ინსტრუქციას დავწერ მაინც. აქ ჯერ აწერია როგორ უნდა გააზაოთ, მაგრამ არ ფუჭდება, გრილში უნდა შეინახოთ. გამოიყენება ყველა სახეობის სასოფლო-სამეურნეო კულტურებში და დეკორატიულ მცენარეებში. ვეგეტაციის ნებისმიერ ფაზაში შეიცავს მაკრო და მიკრო ელემენტებს. მეტი რა უნდა იყოს ახლა. მადლობა ორგანიკას. კიტრის მოსავალზე დაგპატიჟებთ.